ახლა ვართ გორში ძაღლების თავშესაფართან და ვარკვევთ თუ რატომ წვავდნენ აქ ძაღლებს გუშინ, რატომ იყო მთელი ღამე კრემატორიუმი ჩართული და საერთოდ რა სიგიჟე ხდება აქ. და სიმართლე გითხრათ, არც კი მჯერა თუ რა სიგიჟე მიზეზით ვართ აქ ჩამოსულები, ანუ ვარკვევთ წვავდნენ ძაღლებს თუ არა და რატომ აკეთებდნენ ამას. ბევრი ადამიანი დგავართ ახლა ზუსტად იმ საკვამურთან, საიდანაც გუშინ საათების მანძილზე ძაღლების აქ შეყვანის შემდეგ ამოდიოდა კვამლი და სამწუხაროდ ჩვენი ბევრი მოთხოვნის მიუხედავად არავინ არ გამოსულა ჩვენთან სალაპარაკოთ. უთხარით რომ არანაირი შოუს და სადგამად არ ვართ მოსულები, უბრალოდ გარკვევა გვაინტერესებს თუ რა ხდება. და თუ ეგეთი მართლები არიან, გამოვიდნენ, დაგველაპარაკონ, გვანახონ კამერების ჩანაწერები, გაგვაგებინონ რა ხდება. ასევე ოცნებამაც, ყობახიძემაც, ვისი ხელმოწერითაც ამ ამბებისთვის 14 მილიონი გამოიყო, გაგვცემ პასუხი. და სხვათა შორის საჭიროა რომ ოპოზიციის დიდი ნაწილიც, რომელიც ახლა დაკავებულია, გასაგებია უცხოეთში სიარულით და საგარეო ამბების კომენტირებით, მეტი ჩართულობა გამოიჩინონ და მიუსაფარ ცხოველებს დაუდგნენ გვერდში. პრობლემა რომ არის მიუსაფარი ძაღლები, იგეც ვიცით, გამოსავალიც ვიცით, როგორ შეიძლება ჰუმანურად ამ ყველაფერს მიხედოთ. ხო და უბრალოდ ვითხოვთ რომ გამოვიდნენ, დაგველაპარაკონ და ამ ამბავს ჩვენ არ შევეშვებთ.